ადამიანი ფილოსოფიაში პრობლემა არის, რადგან მან არ იცის თუ ვინ არის და როგორია მისი ონტოლოგიური ადგილი სამყაროში. ფილოსოფიაში დაისმის კითხვა, თუ რა არის ადამიანი. ამაზე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობდა. ადამიანმა განვლო თავისი ყოფიერების გრძელი გზა, სანამ აქ და ახლა მოაღწევდა და ის კვლავ განაგრძობს სვლას. ეპოქალური გააზრების მიხედვით, ადამიანის მიბაძვის საგანი იყო გმირი, წმინდანი, რევოლუციონერი, ზეგაცი, ტელეწამყვანი, კინოვარსკვლავი და ასე შემდეგ. შეიძლება გაუცდეთ იმის გაგების შემდეგ, რომ თქვენ არ არსებობთ მუდმივად ყოველგვარი შესვენებების გარეშე. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ თქვენ ვერ ასწრებთ დროის აღქმას მაშინ, როცა გამოსახულება ქრება. ყოველივე ამისგან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაუნაწევრებელი რეალობა. ეს ასევე შორსაა ამავე აზრით ხსენებული ნულოვანი წერტილისგან. ნულოვანი წერტილი არის ის, რასაც კვანტურ მომენტს ეძახიან, გიგანტურ გადახდომას სხვაგვარი რეალობის მიმართულებით. ქმნადობა მომენტალურად მივა დასასრულისკენ და ხელახლა დამყარდება მომდევნო საფუძველი. ახალი ქმნადობა იქნება სავსე ახალი შესაძლებლობებით. ჰოესა და ანის შორის კი იქნება არაფერი, არანაირი სახის რეალობა, იქნება მხოლოდ ქმნადი. თუ ადამიანის გენეტიკური ფუნქცია აზროვნებაა, აქედან გამომდინარეობს შემდეგი. ისტორიის ადრეული პერიოდებიდან მოყოლებული ადამიანმა მიაღწია ამგვარი მოაზროვნის მდგომარეობას. ფორმულირება კი ასეთი იყო: Homo sapiens, რაც განსაზღვრავდა ცხოველს, რომელსაც აზროვნება შეუძლია. იმის მიუხედავად თუ როგორ გაიგებოდა ადამიანის ბუნება, ტემპერამენტი, რელიგიური მსოფლმხედველობა, მორალური პრინციპები, საზოგადოება მუდამ ცდილობდა ადამიანის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და თუნდაც ახალი ადამიანის შექმნას. ადრე ამას ადამიანს ავალდებულებდნენ ან აიძულებდნენ გარეშე ძალები. იქნებოდა ეს რელიგია თუ სახელმწიფო იდეოლოგია. ახალ დროში კი მიმდინარეობდა ადამიანის იდეოლოგიური აღზრდა, მაგალითად ფაშისტური და სოციალისტური რესპუბლიკები. ამის გარდა არის ადამიანის მართვის ფარული და შენიღბული ფორმებიც. ესაა მანიპულაცია, რომელიც პოლიტტექნოლოგიების აუცილებელი ელემენტია. იგი რეკლამას, პიარსა და იმიჯის შექმნის მეთოდებს იყენებს. ამ დროს ადამიანს შეგნებულად უყალიბებენ სტერეოტიპულ შეხედულებებს, გემოვნებას, მისწრაფებას, ტოლვებს, ინტერესებს. ამგვარი ერთიანი და ერთფეროვანი სტანდარტების საშუალებით ადვილია ადამიანის მსოფლმხედველობის კონტროლი, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა დღეს ადამიანს მაინც აქვს თავისუფლება და ტექნიკური საშუალებანი გარდაქმნას საკუთარი თავი. ადამიანი დაინტერესებულია მუდამ საკუთარი თავის გარდაქმნით, სრულყოფით. მას ამისათვის ჰყავს მოდელი ან ორიენტირი, რომელსაც თავის ბაძვის ობიექტად აქცევს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი თავისი ყოფიერების წესით. ახალი ფილოსოფია